მწვანე არდადეგები ასე ქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ბათუმის ბულვარში ორ დღეში გაიმართება. გარემოს დაცვის სამინისტრო ტურიზმის მოყვარულებს უფასო ტურებს თავაზობს ქვეყნის შიგნით, ოღონდ ერთი პირობით. მსურველები დასვენების პარალელურად დაბინძურებული გარემოს დასუფთავებაზეც იზრუნებენ. მედია და ფოტოტურები, ეკოპიკნიკები და დასუფთავების აქციები. ამ ორთვიანი პროექტის მიზანი დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაა. მწვანე არდადეგები ორ დღეში იწყება. საქართველოს მასშტაბით მოხალისეები ტურისტულ ზონებში იმოგზაურებენ და გართობასთან ერთად სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებშიც ჩაერთვებიან. გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას ცნობილი მომღერლები და მუსიკოსებიც უერთდებიან. რობი კუხიანიძე, ჯგუფი ყველა და დიჯეი გაბუნია 19 აგვისტოს ბათუმის ბულვარში კონცერტს გამართავენ და ახალგაზრდებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ჩვენ ჯგუფი აუტსაიდერი ბედნიერი ვართ, რასაც აქციაში მივიღებთ მონაწილეობას. თითეული ადამიანის ვალი არის ბუნებასთან ურთიერთობა და მისი გაფრთხილება. ჯგუფი ყველა მონაწილეობს გარემოს დაცვის პროექტ მწვანე არდადეგებში. 19 აგვისტოს გვაქვს კონცერტი ბათუმში. მე მგონი ძალიან საინტერესო პროექტია, ყველამ უნდა გამოიჩინოს ჩართულობა და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა გარემოს დაცვასა და ჩვენი დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაში. დახატე შენი მწვანე არდადეგები, ეს კიდევ ერთი ღონისძიებაა, რომელიც პროექტის ფარგლებში გაიმართება. ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფი ბათუმის ცენტრში 12 მეტრის სიგრძის კედელს მოხატავს. თემატიკა დაცული ტერიტორიები იქნება. 4 მხატვარი თბილისიდან ჩავდივართ ბათუმში და ვხატავთ ერთ-ერთ ცენტრალურ დიდ კედელს, სადაც დავხატავთ საქართველოს დაცული ტერიტორიების პეიზაჟებს. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ასეთი პროექტი უნდა გაკეთდეს საქართველოში. ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მიმართულებით ტურებიც მოეწყობა. პირველი გასვლა კი 23 აგვისტოს კოლხეთის ეროვნულ პარკში იგეგმება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ისახავს მიზნად ჩვენი დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, ასევე თვითონ ეკოტურიზმის პოპულარიზაციას, მინდა რომ მოუწოდოთ ადგილობრივ ახალგაზრდობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ აქციაში. პროექტი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება და დასკვნითი ღონისძიება ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაიმართება.